მშვიდობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ გიწევთ ერთსულოვნების სალონში. დღეს ჩვენ განსაკუთრებული თემა შევარჩიოთ თქვენთან სასაუბროთ. ეს გახლავთ დიდი მოღვაწე თანამედროვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი ურგებაძე, რომელიც სულ რამოდენიმე თვის წინ შერაცხეს წმინდანად. ჩვენი სტუმრები არიან საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, იღუმენია მარიამი, თბილისის ფერისვალების მონასტრის წინამძღვარი, ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თეოდორა და ბატონი მერაბ ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი. გადაცემა მიყავს დეკანოს ზურაბ ცხოვრებაძეს. აი დღევანდელი ჩვენი გადაცემის მიზანი ეს გახლავთ, რომ უფრო მეტად და უფრო ღრმად დავინახოთ მამა გაბრიელი. მადლობთ მამა ზურაბ ასეთი გადაცემის ჩანაფიქრისათვის, რომ გადაწყვიტეთ ეს გადაცემა მოგეწყოთ ჩვენი მოწვევისათვის. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, რომ მამა გაბრიელის ფენომენი არის სრულიად განსაკუთრებული თანამედროვე ეკლესიის ცხოვრებაში. როგორ ახერხებდა მამა გაბრიელი, აი მთავარი ალბათ ის არის, რომ ამ ბოლო ჟამის, აი ექსქატოლოგიური ჟამის, რომელიც წმინდა წერილში აღწერილია როგორც სულიერი ესეთი ძალების, მოკლების, როგორ შეიძლება არათუ იყო ჩვეულებრივი რიგითი მართლმადიდებელი, არამედ მიაღწიო სრულყოფას. აი როგორ აღწერდა იგი ამ სრულყოფას და აქ მე ვფიქრობ, რომ სწორედ მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი ერთ-ერთი ნიშანი ბოლო დროის არის, რომ გამრავლდებიან სრულ მოძღვარი და სრულ წინასწარმეტყველი და აი როგორ გავარჩიოთ ეს პუილი და მართალი, როგორ გავარჩიოთ აი ეს ჭეშმარიტება და აი მამა გაბრიელი ეს ცხოვრება შეიძლება ითქვას ამაზე ძალიან ეს მკაფიო პასუხს გვაძლევს და ძალიან დიდი სარგებლობა მოუტანა მან ეკლესიას. არა მარტო იმით, რომ ესე იგი მან უამრავი ადამიანის ცხოვრებაში და დღეს უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი ერის ცხოვრებაში, ესე ვთქვათ, მის რწმენის გამტკიცებაში დიდ მისიას ასრულებს. მრავალი ადამიანი განკურნა და დღესაც სიცოცხლეში გარდაცვალების შემდეგ ჯერ კიდევ წინანაც შერაცხამდე მის საფლავზე მრავალი ადამიანი მის წინაშე ვედრებით იკურნებოდა და დღესაც არამედ იმით, რომ იგი გვასწავლის, როგორ ჩვენ აი ამ ურთულეს დროს გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან და როგორ მოვიპოვოთ მადლისული საწოლისა. და აი ჩვენ მცდელობას ეს უნდა იყოს, რომ ეს დავინახოთ. აი ჩვენთვის ალბათ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, რომ აი იმ საყოველთაო წმენისაგან განდგომის ჟამს, რაც იყო საბჭოთა პერიოდში, უცბად წარმოჩინდა ესეთი ადამიანი. მამა გაბრიელი იყო ის მოღვაწე, რომელიც ბერად აღვიკვეცა 50-იან წლებში მე-20 საუკუნის. მაშინ უბრალოდ პატიოსანი მგლობაც კი იყო უზარმაზარი ჯვრის ტვირთვა. ეს არ იყო ჩვეულებრივი რამ. და მამა გაბრიელი არამთუ უბრალოდ და პატიოსანი ბერი და მოძღვარი იყო, არამედ ის იყო გასაოცარი ღვაწლის მქონე. აი თქვენი აზრით, აი როგორ მოხდა ისე მაინც რომ აი ესეთმა ეპოქამ შვა თითქოს აი ესეთი განსხვავებული ტიპის მოღვაწე. მამა გაბრიელი თავის ბავშვობას რო ყვება, ესე მახსოვს, რომ ესე ამბობდა, რომ პირველად ქრისტეს შესახებ გავიგე, როდესაც მეზობელმა თქვა, რა ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. ამის მერე სულ ვეძებდი, ვინ არის ეს ქრისტე, რომელიც ჯვარს აცვესო. მერე როგორ იყიდა პირველი სახარება, როგორ შეაგროვა ფული, რაღაც კაპიკები ქონდა შეგროვდა, ნუ აგროვებდა ყულაბაში თუ რაღაც ეგეთი ბევრი ხურდები მქონდა, წავედი ვიღაც მოხუცი კაცი იჯდაო და ყიდი და ამ სახარებას, რომელიც არც იქამდე ენახა და არც მერე და მიყიდა ეს სახარება. მერე როგორ დედამისმა გადაუგდო ეს სახარება საშინელ სიბინძურეში, როგორ გარეცხა ეს, როგორ კითხულობდა. არ ვიცი ეს ეპოქამ შვა თუ ღმერთმა რაღაც გამონაკლისი გააკეთა რა მისი სახით, რომ ჩვენ გადავრჩენილი ყავეთ ალბათ. ნუ როცა ცოდვა მრავლდება, მადლი უნდა გაიზარდოს, სხვანაირად გამოსავალი არ არის და ალბათ ღმერთმა ეს ადამიანი გამოირჩია, რომ რაღაც სიცოცხლე ამ სარწმუნოების შეენარჩუნებინა.
აი დედა თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გაიხსენეთ, რომ ის ბავშვობაში იგებს პირველად ქრისტეს სახელს, ანუ და შემდეგ ინტერესდება თვითონ მაცხოვრის სახელით. არც ისმოდა ქრისტეს სახელი, აი უცებ მეზობლისგან ესე გაიგო. ანუ ეს არ იყო მათი ოჯახური ტრადიცია. ანუ მათ ოჯახში ჩვენ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ აი ეს იყო ოჯახი, რომელიც იცავდა რაღაც ინარჩუნებდა რაღაც დონეზე სარწმუნოებას, ქრისტიანობას და რაღაცნაირად ამან ეს იყო პირველი ის დაპერწკალი მის სულში, რომელიც შემდეგ აენთო. ესე იგი აბსოლუტურად თითქოს სულიერი თვალსაზრისით შიშველ ადგილას მოვიდა ის და ვიცი, ჩემის აზრით მაინც გონია, რომ ეს სწორედ აი ესეთი ადამიანების გამოჩენა ასეთ ძიმე პერიოდში ეს არის გარკვეულად სულიერი ნუგეში ხოლმე ადამიანთათვის და უფლის შეხსენება ჩვენდამი, რომ იგი ყოველთვის ჩვენთან არის. რა მძიმე ეპოქაც არ უნდა დადგეს, რა საშინელი დევნაც არ უნდა იყოს. ესე იგი უფლის მყოფობა ჩვენ სიახლოვეს გამოჩნდება ხოლმე ხშირად სხვადასხვა სახით და ერთ-ერთი სახე გახლავთ, რომ აი ასეთი ადამიანებს უცბად წამოწევს და უცბად გამოიყვანს ასპარეზზე. მამა გაბრიელი პირველად რო დავინახე, ესე იგი ეს მეხუთე და მეოთხე საუკუნის ბერს კი არ გავდა. ჩემთვის რა, მე უბრალოდ ჩემ განწყობას გეტყვით რა. აი გავდა საიდანღაც სხვა სამყაროდან მოსულს. აი საერთოდ რო არც საუკუნე, არც დრო, არც სივრცე რო არ ეხება და მე მახსოვს აი ჩემი პირველი რეაქცია, რომ რაღაცას რო იგრძნობ, აი არც ტვინით, არც რაღაც, აი უბრალოდ რო იგრძნობ, რომ აი რაღაცა სხვასთან აქ შეხება. სხვათა შორის რო გავიდა დრო და დაუახლოვდით მამა გაბრიელს, ეს განცდა არ მტოვებდა ხოლმე და ცოტა შიშის მომენტით. აი შეიძლება ხა ძალიან კადნიერი შედარებაა, მაგრამ აი როგორც მოციქულებს რაღაცა მომენტებში რო ეხსნებოდათ ხოლმე მაცხოვარი, ხო ყოველთვის ხო ვერ აღიქვამდნენ, რაღაცა მომენტებში აღიქვამდნენ ხოლმე და აი მეც ეგეთი რაღაც ჭირდა ხოლმე, რომ აი მამა გაბრიელი ზოგადად ხო ძალიან მიყვარდა, ძალიან რაღაცნაირად ისე მენუგეშებოდა ბევრი რამე, მაგრამ აი მართლა აი არა ამ ქვეყნისაგანი რო იყო ეს ხანდახან მაგ ხონდა ხოლმე აი ძალიან ცოცხალი განცდა ამის და ერთხელ თქვა კიდევაც რომ ის გამომეცხადაო ანდრია სალოსიო და მითხრა რომ გაბრიელ რეებს აკეთებ მეც ვერ გამიგიაო და რაღაცა ეს რა ვიცი აი ისეთია რა თან დროში და იმაში არ არის აი თან თანამედროვე არ არის თითქოს მამა გაბრიელი თან რაღაცით ძალიან თანამედროვე აი რა ვიცი როგორ გითხრა მეც ყველა წმინდანი ალბათ ერთის მხრივ დროის ფარგლებს მიღმა გადის და მეორეს მხრივ მაინც არის ეპოქის შვილები არიან ხოლმე. იყო იმ პერიოდში 90-იან წლებში როცა ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც სისტემატიურად დადიოდა მამა გაბრიელთან და ზოგი მათგანი შემდეგ ეკლესიის სამსახურში ადგა იმ თვალსაზრისით, ან ბერი გახდა, ან მოდელი გახდა, ან ზოგი მდელთავარის გახდა და ზოგიერთი კი ისე ვერში დარჩა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. ისინი, მაგრამ მამა გაბრიელის სახელი და მისი მადლი მათთან ზევთ დღესაც. და ერთ-ერთი მათგანი გახოთ ბატონი მერაბი. და აი მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა, მაინც აი რას გაძლევდა თქვენ მამა გაბრიელთან ურთიერთობა და არა მარტო თქვენ, არამედ აი ახალგაზრდების დღეს, რომელთან ერთად თქვენ ყოველთვის იყავით ხოლმე მამა გაბრიელის გვერდში. მოგესალმებით. პირველი სიტყვა რაც მამა გაბრიელის მხრიდან გავიგეთ, ეს იყო ლოცვითაც წმინდა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალენ ჩვენ, როცა მივადექით პირველად მის ღურბლს გულშქურის. ამინ. ამინ. მის სიტყვასთან ერთად უკვე გული სხვანაირად ამოძრავდა, სხვანაირად დაიწყო ფეთქვა და მნიშვნელოვანია ის, რომ სიტყვის გარეშე მოხდა იქ შიგნით პირველი შეხება. როდესაც შევედით და ის დაბალი ჯორკოვები, რასაც მის გვერდზე კედლიაში, რომელიც იდგა, ჩამოვჯექი და მამა გაბრიელი ყოველთ ეს 7 თავის საწოლზე წამოწოლილი, გაუმძრევლად, ერთი გადმხედვით და შემდეგ ისე მდგომარეობაში დაბრუნებით, ვზივარ და ისმის ხმა საათის, რომელიც მას კელეში ქონდა, საკმაოდ ესე იგი ესეთი მძაფრი ხმით იწყებს, რომელსაც ყვება ჩემი გულის ცემა. ეს გულის ცემა, გუშინ ჩვენ რო ვისაუბრეთ, მამა ზუსტად იგივე რიტმში
ვიდრე აქამდე მოვიდოდი, ესე იგი ამ დროის განმავლობაში დაახლოებით ალბათ 10-15 წუთი გავიდა, ის უხმოთ იყო და გულისცემა, რომელიც ამ საათს აყვა, აგდებდა ისეთ ისტორიებს ჩემს გონებაში, მაგრამ გულის სიღრმიდან ზევით და გულის ხმისყოფით მოდიოდა ისეთი კადრები, რომელიც ჩემში კარდახნის მივიწყებული იყო. თქვენი ცხოვრებიდან. ჩემი ცხოვრებიდან. გარკვეული დროის შემდეგ მამა გაბრიელმა გადმომხედა და მითხრა მშვიდობით წარვედი. ჩემთვის იმ მომენტისთვის გაუგებარი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანს სიტყვა ამინ, რომელიც ისევ შიგნიდან გაისმა და შემდეგ არანაირი კონტაქტი არ შემდგარა. თქვენ არ გისაუბრეთ? არა. გამოსული ჩემი ფეხით მივედი მოძღვართან და თქვი აღსარება, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე მძაფრი და ძლიერი გრძნობებით, ცრემლით, ეს იყო ჩვენი პირველი კონტაქტი, რომლითაც მან დამანახა თავისი ძალმოსილება და ჩემი უძლურება. თუმცა იმ დღის შემდეგ ჩვენი და ჩვენი მრევლის, ვინც მასთან ახლო ვიყავით, ეს იყო ერთი დანახული ესეთი ისტორია ადამიანის ცხოვრებისა, რომ დაბადებიდან ვიდრე გარდაცვალებამდე მამა გაბრიელის კადრად აღებული ნებისმიერი იდეა, ფიქსი და წამი, რომ გავაჩეროთ, არის სიწმინდის, სიმდაბლის, სიკეთის და სიყვარულის 4 სვეტი. და როგორც ალბათ შედევრს გამორჩეულად, შედევრს სჭირდება დისტანცირება და კარგად დანახვა. ალბათ ეს დრო საჭირო იყო სინდისისთვის, ერის სინდისისთვის, რომელსაც მრევლი ქვია და ჩვენი სინოდისთვის, რომ ეს აღიარება მომხდარიყო, მაგრამ მამა გაბრიელის სიწმინდემ და ძალმოსილებამ ეს დრო გადაფარა, დრო ყველაფრისთვის საჭიროა და ერს აქვს ძალიან დიდი ნათელი მომავალი ჩემის აზრით, რომლის სინოდი და მრევლიც იღებს და ბეჭდავს ქრისტეს სახელით, რა თქმა უნდა, რომ ესეთი წმინდანი ემატება აი ჩემ პატარა სამშობლოს. ეს გამორჩეულად აი შემეძლია ჩემი მთელი სული და გულით თქვა, რომ ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი ერის ისტორიაში. აი მეც ეს დაბეჭდილებაში დამჩა, როდესაც სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითქოს ახალ ეპოქაში შევედით ჩვენ. ეპოქა სანამ მამა გაბრიელის კანონიზაცია ჯერ არ იყო მომხდარი და დრო პერიოდი, როდესაც ეს კანონიზაცია მოხდა. თუმცა მეუფე შეიძლება ითქვას, რომ აი მამა გაბრიელის შემთხვევაში კანონიზაცია შემზადდა სწორედ ისე, როგორც ძველ ეკლესიაში ხდებოდა. მე რას გულისხმობ? ჯერ იწყებოდა ამა თუ იმ მოღვაწის, როცა ის გარდაიცვლებოდა, ესეთი სტიქიური თაყვანისცემა, ხალხში თაყვანისცემა, რაღაც ცალკეული შემთხვევები, სასწაულები, ცალკეული ადამიანებს უჩნდებოდა წასვება ამ მოღვაწის მიმართ. შემდეგ ეს თანდათანობით ძლიერდებოდა და ფაქტიურად უკვე ისეთი მდგომარეობა შეიქმნა ბოლო წლებში, რომ ის უკვე არაკანონიზებული წმინდანი იყო. ანუ ჯერ კიდევ ეკლესიას, მიწიერ ეკლესიას არ ქონდა თავის ჯავრი გამოტანილი, მაგრამ ხალხში რწმენა იმისა, რომ ის იყო წმინდანი, არსებობდა. უფრო მეცაც გეტყვით, ზოგიერთმა ადამიანმა არც იცოდა, რომ ის კანონიზებული არ იყო და ეგონათ, რომ ის იყო კანონიზებული, ვინც ნაკლებად ეკლესიური იყო. და ჩემზე აი განსაკუთრებით მოქმედებს ეს ფაქტი, რომ ესე იგი მამა გაბრიელმა ესე იგი სულიერად დაიპყრო თითქმის თელის აი ყველა სფეროში შევიდა, ყველა ადამიანში შევიდა. ესე იგი ვერ ნახავთ თქვენ ვერც ერთ სფეროს აი ადამიანთან რა ტიპი უნდა აიღო, რა ოჯახი უნდა აიღო, რომელი კუთხე უნდა აიღოს საქართველოში, რომ მამა გაბრიელის სახელი აი ყველგან არის მისი ფოტო, აი ყველა ოჯახში, ყველა რაღაც დაწესებულებაში, მანქანებში, რაღაც ჯიხურებში, ანუ ეს ჯერ კიდევ მე ვფიქრობ თქვენ როგორ ფიქრობთ? აი რა იყო მაინც ეს ძალა, რომლითაც მან მოახერხა ის გაკეთება? მე ვფიქრობ, რომ რასაკვირველია ეს იყო ყველაზე მთავარი ალბათ ქრისტიანისთვის სათნოება, რომელსაც ქვია სიყვარული. და უპირველეს ყოვლისა რასაკვირველია სიყვარული ღვთისა, იმიტომ რომ ღმერთია თავად სიყვარული და შეუძლებელია გქონდეს
ჭეშმარიტი სიყვარული თუ შენ არ გიყვარს სიყვარულის სათავე, საწყისი, თვითონ წყარო სიყვარულისა ღმერთი. აი ეს სწრაფვა ღმერთისაკენ, ეს დიდი სიყვარული ღმერთისა აძლევდა ძალას მამა გაბრიელს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იყო წინააღმდეგი, საწინააღმდეგო იმისა, რომ ადამიანს ეს გამოევლინა ეს სწრაფვა, მრავალი დაბრკოლება იყო, სწორედ დევნა იყო ეკლესიის. აი სწორედ აი ამ დევნის საპირისპირო ძალით, ესე იგი რა დიდი დევნაც იყო, იმაზე მეტი იყო მისი სწრაფვა ღვთისაკენ და შესაბამისად იგი რაც უფრო აშკარა იყო მისი ამ დევნა რა არის, რომ როდესაც ადამიანებს უშლიან, რომ გამოავლინონ თავისი რწმენა და სიყვარული ღვთისადმი. და ეს იგრძალება, ეს იზღუდება და შესაბამისად ვინც ამას ავლენს, იმას აქვს დიდი განსაცდელები, დიდი ტანჯვა, წამება და ის სწრაფო და რაც შეიძლება მეტად გამოევლინა ეს და მზად იყო ამისთვის ნებისმიერი ტანჯვა და წამება მიეღო. აი ეს საოცარი სიტყვები ვახტანგ გორგასლის სანდერში რომ არის, ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილს. აი ეს წყურვილი ქონდა მას, რომ ქრისტესათვის ვნება მიეღო და არ უშინდებოდა არავითარ, ასე იგი, განსაცდელს, არავითარ დევნას, წამებას, ტანჯვას და თავისთავად აი ეს ფაქტი, რომ მან 60-იანი წლები იყო, თუ არ ვცდები, ესე იგი, მაშინდელი ბელადის, კომუნისტების ბელადის აი ამ სურათს, მათთვის იმ კერპის ხატს ფაქტიურად ცეცხლი წაუკიდა და გაანადგურა და მოსპო ეს ყველას დასანახად. აი ეს და ჩვენ რო გვიყვებოდა მე ამას როგორც ეს გააკეთა, ესე იგი ის იყო უბედნიერესი ადამიანი, იმიტომ რომ მან დაამარცხა ფაქტიურად იმ მომენტში მან სიკვდილი დაამარცხა და მე ვიტყოდი რომ მთელი მისი ცხოვრება ეს იყო სიკვდილზე გამარჯვება, ცოდვაზე გამარჯვება და საერთოდ მე მინდა ვთქვა რომ ეს იყო ადამიანი რომელიც აი მე პირადად და აი ყველას ვინც ჩვენს გარშემო ვიყავით და ჩვენ მქონდა ეს ბედნიერება რომ რაღაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მის გვერდში ყოფილიყავით. აი ის სულ იყო გამარჯვებული ცოდვას. სულ იყო გამარჯვებული სივრცეზე. მის სულში იყო ზეიმი მუდმივად. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად უამრავი რამ აწუხებდა პირობები, ესე იგი თქვა ძიმე იყო და ჯანმრთელობა ჩერყეული იყო აი ამ საშინელი დევნის ამ აღსარებლობის შემდეგ ამ სურათის დაწვის შემდეგ მან ძალიან ბევრი ტანჯვა გადაიტანა, რომელიც მთელი ცხოვრება ეს ესე იგი მის სულზე, მის ხელზე იყო ეს სიმძიმე, მაგრამ აი ატარებდა ამ ჯვარს და ატარებდა მუდამ ესე იგი სუბუქად, იმიტომ რომ დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი ღვთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულით, აი ეს სიყვარული ყოველთვის აჭარბებდა ამ ტკივილს. და ეს იყო საოცარი აი ამ სოფელმა, ამ სოფლის ჭირმა, სოფლის აი ამ საშინელმა ძალმომრეობამ იგი ვერ შეიპყრო. მე ვფიქრობ, რომ მამა გაბრიელი ყოველ წამში იმარჯვებდა, ყოველ წამში იყო ცოცხალი და მის სულში მუდამ იყო ზეიმი და მუდამ იყო აი სიყვარულის გამარჯვება და ამიტომ მის გარშემო იყო თავისუფლება და მის გარშემო იყო აი ეს გრძნობა, რომ მართალია თქვა აი ეს კომუნისტური რეჟიმი იყო მაშინ ჯერ კიდევ 90-იან წლებამდე, მერეც უამრავი განსაცდელი იყო თქვა, მაგრამ აი მასთან ერთად შენ იყავი გამარჯვებული. შენ იცოდი რომ შეიძლება გამარჯვება. შენ იცოდი რომ შეიძლება ძლევა და აი რაც თქვენ ბრძანეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ აი სწორედ იმიტომ გამოარჩია ღმერთმა ალბათ აი ამ პერიოდში ასეთი პიროვნება რომ გვიჩვენოს რომ ქრისტიანისთვის თუ იგი ნამდვილად ღმერთისკენ ისწრაფვის არ არსებობს განსაცდელი რომ მან ვერ დაამარცხოს და ბოლო ჟამში შეიძლება ქრისტიანმა მოიპოვოს ეს გამარჯვება და აი სწორედ აი ეს რაც ითქვა ახლა ძალიან სწორად ითქვა რაღაც ეპოქა დაიწყო და მე ვფიქრობ ის ეპოქა დაიწყო რომ სწორედ
არ უნდა ეშინოდეს ქართველ ადამიანს იმ ურთულესი ჟამისა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაწინასწარმეტყველებია და უფრო გვიახლოვდება და უნდა იცოდეს, რომ თუ იგი იქნება ღვთის ერთგული, ღვთის მოყვარე, მტკიცერწმენით, რომ იგი ყოველთვის გაიმარჯვებს და უკვე აქ დედამიწაზე მას ექნება დიდი სიხარული და სასუფეველი აქვე დაიწყება. აი ამას გვეუბნება მამა გაბრიელის ცხოვრება. იგი უპირველეს ყოვლისა ადამიანები ეძებენ მისგან ძალას, ანუ ისინი ცდილობენ რომ მისგან ძალა მიიღო. აი მე გულისხმობ მასას, ზოგიერთ იმ ადამიანსაც, რომელიც ეკლესიური ცხოვრებითაც არ ცხოვრობს, იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ დიდი ძალმოსილების მქონე პიროვნება და ცდილობენ რომ მამა გაბრიელი დაიხმარონ თავიანთი პირადი პრობლემების გადაჭრაში საქმეში. ეს გასაგებიც არის ყველა ვებედრებით, მას და არა მარტო მას სხვა წმინდანებსაც. მაგრამ აი მეჩვენება რომ ხშირად მათ აი ჩვენ ეს ნაკლებად გამოიძიებს აი სულის კვეთებას, რაც მამა გაბრიელს ჰქონდა, მის დარიგებებს, მის აზრებს იმის შესახებ თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და ალბათ ერთ-ერთი მიზანი და მისიაც ეკლესიისა ის გახავთ, რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ აი ესეც საყოველთაო თაყვანისცემა არის ამ შემთხვევაში წმინდა გაბრიელ აღსარებლისა, ამავე დროს აუხსნათ ამ ადამიანებს თუ რას ასწავლიდა მამა გაბრიელი და რა იყო მისი მთავარი გზავნილი, ასე ვთქვათ, დღევანდელი ტერმინი რო ვთქვათ, თითოეული ადამიანის გულებისადმი. სამთავროში ჩვენ რომ მივედით, მაშინ მოვიდა მამა გაბრიელიც და მოვიდა ალბათ რომ ჩვენ დაგვეხმაროს. მე ძალიან დამეხმარა იმითი რომ მაინც უფრო ისე ვიყავი ცოტა თეორიულად რაღაც წიგნები მქონდა წაკითხული ვიცოდი რომ ესე უნდა მოვიქცესო და მიდრეკილიც ვიყავი ალბათ ამ ყველაფრისკენ რომ რაღაცა წესებში ჩავიჯდარიყავი ჩემი კომფორტი მომეწყო და კარგად მეგრძნო თავი ამ დროს დამესვენა ამ დროს მემუშავა ამ დროს ეს ძალიან მინდოდა ესეთი რაღაცა და აბსოლუტურად დაანგრია ეს ყველაფერი მამა გაბრიელმა პირველი აღდგომა იყო რომელსაც ჩვენ დამოუკიდებლად აღნიშნავდით და ვიდექით ვფიქრობდით ვინ რომელი ბაირაღი აიღოს, ვინცაც წავიდეს, ვინ პირველი დადგეს, ვინ მერე წავიდეს და უცებ რო შემოვარდა მამა გაბრიელი და დაიყვირა ქრისტე აღსდგა. აი უკვე ვიცოდით რომ აღდგომაა და ძალიან გვიხარია და აღარც გვიფიქრია ისე ავიღეთ ყველამ რაღაცა და ისე წავედით ლიტანიობაზე რომ ეს ყველაფერი იყო უკვე სიყვარულით და აი ძალიან დიდი გამარჯვებით. ნუ აი რომ მიხვდები რა არის აღდგომა მართლა რომ იგრძნობ და უკვე ყველაფერი თავისით რო ხდება. ყველაფერში ესე აკეთებდა მამა გაბრიელი. რაღაცნაირად შიგნიდან გვაცოცხლებდა ამ შობაზეც იგივე გაგვიკეთა. იმიტომ რომ ის და დედა რაქელი ორი მოხუცებული ადამიანი ერთად მღეროდნენ ამ შობის ალილოს იმას და ღამე გვაღვიძებდნენ თითო. ანუ ისეთი სიხარული შემოიტანეს ჩვენში, რომ უკვე ვეღარაც დავიძინებდით და ვეღარც შეგვეძლო რომ არ გავხარებოდა. აი ამას გვიკეთებდა მამა გაბრიელი. ძალიან გაგვიადვილა მონასტრული ცხოვრება, იმიტომ რომ გაავსო სიყვარულით, სითბოთი, სიცოცხლით და მერე უკვე ის ყველაფერი რაც უნდა გადაგველახა ძალიან ადვილი იყო და პირიქით. როგორც აი ბავშვობა გახსენდება რაღაც უღრუბლო, ისე მახსენდება ის პირველი დღეები მონასტერში და მთავარი ამაში მაინც მამა გაბრიელია. ასევე როგორ განიცდიდა, როდესაც დედის გულში რა ხდება იტყოდა, ეხლა დედა ღვთისმშობლის გულში რა ხდება ის ძროხის დროს ხო ეს თითაფარასკევს და ესეთ დროებში საოცარი რაღაცა ის იყო მე ესე ვფიქრობ ბერი რომელიც საუკუნეების მიღმა, როდის იწყება და როდის მთავრდება ეს წარმოუდგენელია. და თქვენ ბრძანეთ, როცა ქეთევანს ეუბნება, ქეთევან, აბა ეს ვინ არის? ქრისტეს ხაზზე და ქეთევანი პასუხობს, ეს ხომ ქრისტეა, მამა გაბრიელ. როგორ? ქეთევან, ეს ხომ ქრისტეა, მამა გაბრიელ. მამა გაბრიელი ეუბნება მერე და როგორ მინდა გაიცნო ცრემლით ქრისტე. ანუ დაბადებიდან ვიდრე გარდაცვალებამდე მე ვფიქრობ, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი ალბათ მიზანი, რომ თითოეულ ადამიანს გაეცნო ქრისტე.
აი ერთხელ ისეთი რამ თქვა გაბრიელ ბერმა მოყვა პატერიკი მის კელიაში ვიყავით რომ აი ერთ მონასტერშიო ერთი ბერი გამოვიდა შუა ეზოშიო და დაიწყო ხელები ზემოთ აღაპყრო დაიწყო ყვირილიო რომ ამ ხელა მონასტერი მოვიარეო და ერთი კაცი ვერ იპოვე რომ სულიერ საკითხებზე ვესაუბრო და გაჩერდა და თითქოს ეხლა მე ჯერ კიდევ ახალი მოწმუნე ვიყავი და ვერ მივხვდი როგორ მონასტერში როგორ შეიძლება რომ სულიერ საკითხებზე ვერავის ვერ ასაუბროს მაგრამ შემდეგ იქ ყოფმა ერთმა მონაზონმა თქვა ესე გაეღიმა და თქვა ხო მივხვდით რომ მამა გაბრიელო რაც გითხარიო ჩვენ გასაგებია რა ანუ მამა გაბრიელი ისეთ სიმაღლეზე იყო ასული და ისე ჭრეთდა უფალს და აი ყველაფერ ქრისტიანულს რომ მას უნდა აი ბატონმა მე რომ რა ჩვენც მივიყვანეთ უნდა ცოტათი მაინც მივიახლოვებინეთ აი ისიც რომ მას აი ეს ხანდახან ხდება ხოლმე რომ აი რაღაც წესები სრულდება თითქოს რაღაც ფორმალურად ადამიანი თითქოს არაფერს არ აშავებს დილას აღამოს ლოცვასაც ამბობს შაბათ კვირას დადის ეკლესიაში პერიოდულად აღსარებასაც ამბობს ეზიარება მაგრამ აი ამ გარეგნული წესების და ჩარჩოებში ყოფნის მიუხედავად რაღაც ამ სულთან ვერ მიდის აი მამა გაბრიელი იყო სწორედ ის რომელიც ყველაფერს თითქოს ანგრევდა ამ ფორმალურ ჩარჩოებს და პირდაპირ სულში შეყავდი ქრისტიანობის სულისკვეთებაში შეყავდი და გაგრძნობინებდა რომ აქ რაღაცა სხვა ხდება ის რასაც შენ აი ამ მარტო წიგნით მარტო შენი აზრით მარტო შენი ფორმალური წესების მიდევნებით ვერ მოიპოვებ ამას აი ჩემზე განსაკუთრებით მოქმედებს კიდევ ერთი თვისება წმინდა გაბრიელ ამსარებლის საოცრის საგანგებო დღეს მე არ მქონდა სრული რაღაც ჩვენ სასწაულებზე გველაპარაკა და ჩამოგვეცოლა ჩვენ რაღაც ამაზე ისედაც ხშირად არის ხოლმე საუბარი ეს გახავთ აი ეს თვისება მისი იყო რომ ის გამოც ის განსაკუთრებით მიყვას კიდევ ერთი მიზეზი რა თქმა უნდა მისი სიყვარული სამშობლოსადმი რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა მას აი 80-იანი წლების მეორე ნახევარში როდესაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე მე იყო რაღაცა ისეთი ჯგუფი ადამიანების და ერისკაცებისაც მე მგონი სასულიერო პირებისაც რომელსაც არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა სამშობლოსადმი, პატრიოტიზმისადმი და რაღაცა ცოტა ისე ზემოდან უყურებდნენ ყოველივე ამას. ეს ჩვენთვის იყო ძალიან დამარგოლებელი მაშინ იმ ეპოქაში და არა მარტო ჩვენთვის, ბევრი ადამიანისთვის. აი შემდეგ, როდესაც მე გავიგე, აი როგორ უყვარდა მამა გაბრიელ სამშობლო, არა, ეს იყო ჩვენთვის მართლაც მაგალითი და ის რას ამბობდა, რომ შენ რა თქმა უნდა ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღალია, უფალი ყველაფერზე მაღალია, მაგრამო ისიც ხადიაო, რომ უფლისაგან მოცემული სამშობლო შენ გიყვარდესო. და იქ სადაც შენ ცხოვრობ, ის ერი შეიყვარო და სად არისო აქ სხვა ერების იძულილიო. არასად არ არის, ყველა ერიც გიყვარსო, მაგრამ თუ შენ ქვეყანას და შენ სამშობლოს არ შეიყვარებ, მაშინ სხვებს როგორ შეიყვარებო და ჩვენ ვიცით როგორ ლოცულობდა და იღწოდა იგი საქართველოსის. ეს მინდა ხაზი გაუსვა ამას, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ მამა გაბრიელი ჩემთვის იყო ადამიანი, რომელიც ასახავდა თავის აზროვნებაში, თავის ქმედებაში, თავის ცხოვრებაში ერთის მხრივ ქრისტიანის აი იდეალს, ზნებარე ესეთი აი თავდადებული ქრისტიანის იდეალს, რომელიც აი მუდამ მზად იყო, რომ თავი გაეწირა თავისი უფლისათვის, თავისი მოყვასისათვის. ამავე დროს, ესე იგი, ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ძალიან ახლობელი, იმიტომ რომ იგი იყო აი როგორც აქ ითქვა დედა თეოდორამ ბრძანა, რომ იყო ძალიან მიღმიური, არაამასოფლიური, ანუ ეს თაებრივ სამყაროში არსებობდა და აი ბატონმა მერობაც ბრძანა, რომ ხანდახან ვერ დაელაპარაკებოდი მას. იგი გეშინოდა მისი, იმიტომ რომ ესეთი კაცრი იყო, ისე რაღაცა სრულიად გამოყოფილი იყო შენგან, სამყაროდან და სადღაც აი იმ სულიერ სამყაროში იყო და ზოგჯერ ესე იგი პირიქით იყო ძალიან თანამედროვე. უყვარდა ადამიანი
ნებისმიერი ელის ადამიანი უყვარდა რასაკვირველია, მაგრამ მასში იყო ის, რასაც ქვია ქართული ეროვნული ფასეულობანი. ის იყო ქართველი ბერი და ეს სრულად ბუნებრივია. ეს ღვთის განგება ასე რომ ყველა ადამიანს რაღაც გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველანი ცხოვრებას მიზანი ცხოვრება, ჩვენი გზა გვაქვს ყველას. არა მარტო ერთს აქვს თავისი, ყოველ ინდივიდუალურ, ყოველ ცალკეულ ადამიანს აქვს გზა და აი ყველა საფეხურზე მამა გაბრიელი იყო ჭეშმარიტი. ჭეშმარიტი იყო ღვთის სიყვარულში, ჭეშმარიტი იყო სამშობლოს სიყვარულში, ჭეშმარიტი იყო ადამიანის სიყვარულში და საკუთარ ადამიანობაში, საკუთარ უნიკალურობაში, აბსოლუტურად უნიკალური იყო და მე ვფიქრობ, რომ გასაკვირველია, იგი ხშირად ლაპარაკობდა ჩვენს ქვეყანაზე, განიცდიდა ყველაფერს, რაც ხდებოდა საქართველოში. აი აფხაზეთის მოვლენები რო იყო, ამას ძალიან განიცდიდა. სამოქალაქო აი ხშირად ტიროდა 9 აპრილს რო წავიდა ავატყოფებთან დადიოდა სუთითონ. ჩვენც დავყვებოდით მაშინ და ტიროდა, სუტიროდა. ზარებს რეკავდა ხოლმე. საქართველოს გძინავთო და საქართველოს. ჩობაო და სულ არ ძინავდა, არ ეძინა. წინასწარ ხო, წინასწარ ამბობდა ამას და მე დაიწყო. ის ზარების რეკლაც სამთავროს ეზოში, როცა ჯერ არ იყო ეს მოვლენა. მაშინ ყველაფერი წყნარად იყო და ხამე დაიწყებდა ზარების რეკლას, გვახვიძებდა რა შვებით საქართველოს სისხლში ხდება ის. მე მახსოვს როგორ გამოვიდოდა ეცეფეს შუა ტაძარში დადგებოდა ან წირვის დროს ან ჩვეულებრივი მსახურება როცა არ იყო მაშინ და უცებ დაიწყებდა გოდებას რომ მერთო უშველე საქართველოს და მთელი ხალხი შეწუნებული უგვერდში იდგა და უყურებდა და ეს იყო რაღაცა აი მართლა ადამიანი რომელიც მართლა მოცული იყო აი ამ სამყაროთი და ფაქტიურად მამა გაბრიელი იცავდა სარწმუნოებას იგი იცავდა საქართველოს ეკლესიას და ქართველ ერს და როცა იქ ჩვენ გვეხმარებოდა და დღესაც გვეხმარება ის ძალას აძლევს ქართველ ერს რომ მან გააგრძელოს თავისი ჯანსაღი არსებობა და რასაკვირველია იგი მე ვიტყოდი რომ იგი მსოფლიოს ყველა წმინდანი მსოფლიოს ეკუთვნის ყველა ერს ეკუთვნის მაგრამ მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის ძალიან დიდია იგი მისი არსებობა დღეს საქართველოსთვის ეს არის ახალი ძალიან დიდი შეიძლება ითქვას ენერგიის მონიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ უდიდესი იყო მისი მისია, როგორც აი სამშობლოს სადმე სიყვარულის მაგალითის მაჩვენებელი. მე გამახსენდა ახლა ერთი მომენტია, ეს იყო 1990 წლის გაზაფხული იყო დიდმარხვა. და შუა დღეზე შევედი სიონის ტაძარში, არ იყო მსახურება. და უცბად ესეც მას გადავაწყდი სურათს. მამა გაბრიელი აი ძალიან დიდი ხმით მოთქვავდა და იძახდა რომ სისხლი დაიღრება საქართველოში. ორი ახალგაზრდა ბიჭი აქეთ-იქით ყავდა რომლებიც აჩერებდნენ მას, ამშვიდებდნენ, მაგრამ ეს ამშვიდებოდა ესე იგი ბოლოს ამათგან თავი დააღწია, ანუ ვეღარ დააწყალს, იქ სკამზე იყო და უნდათ რომ იქ დარჩენილიყო. და ესე წამოვიდა სწორედ წამოლასლასა იმდენად აი ამ წინასწარი ხედვით საქართველოს უბედურებების წინასწარი განჭრეტით ის იყო დამძიმებული აღელვებული რომ ფაქტიურად აი ძლივს მოდიოდა ემულასლასებდა და გაემართა ამბიონისკენ და მე მივხვდი რომ კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა და აქეთან მხრიდან მიუახლოვდი და სხვა არავინ არ იყო და მაშინ აი უცბად დამინახო რომ მიუახლოვდი და მიხვდა რომ მე მივედი მოსასმენად რა სიტყოდა ის და ესე შემომხედა და თქვა რომ აი ხო ზღვა სისხლი დაიღრება. მე მაშინ მივხვდი რომ აი როგორ უყვარს ამ ადამიანს საქართველოს და არა მარტო მაშინ მივხვდი იმის შემდეგ რომ ფიქრობდი უფრო მეტად ვიაზრებდი ხოლმე. და ერთ-ერთ მასზე დაწერილ წიგნში მე ამოვიკითხე ესეთი რამ რომ როდესაც იყო განსაცდელები საქართველოში თითქმის სულ აღარ ჭამდა დედებს მემახსოვრებად იქ სამთავროში როცა იყო თითქმის ერთად როდის ჭამდა არც არავინ არ იცის საჭმელზე კი ლაპარაკობდა სულ მარ თვითონ არასოდეს დაგიდებდა გაჭმევდა მაგრამ თვითონ როდის ჭამდა მართლა ესეთი რა როდის ჭამდა როდის ეძინა და როგორ საერთოდ საოცრება ის იყო რომ სიცივე, აი მე რაზე ვგიჟდები. ნოემბერში მოვიდა ჩვენთან და საქათმეში ხო დაიწყო ცხოვრება და
აი ამ ხელა ისინი ქონდა ხვრელები ამ საკათმეს. ჩვეულებრივ ხის საკათმე. ხის საკათმე. არც ფეჩი, არც არაფერი. ისე გაატარა ეს რამოდენიმე წელი ალბათ იქ რო არც ფეჩი ედგა, არც არაფერი. არ ვიცი ერთ ეს ადამიანი. ჩვენც ამიტომ გვეგონა რომ მამა გაბრიელს ერთ არაფერი არ ჭირდებოდა, არც საჭმელი, არც ასმელი, არც თურმე ხანდახან შეიძლება ციოდა კიდევაც, არ ვიცი, მაგრამ ზამთარში დადიოდა ფეხშველად იმაზე რა ქვია, თოვლი როცა იყო და საერთოდ არ გვეგონა რომ ამ ადამიანს რამე აწუხებს და მე მგონი მართლა არც ვიცი აწუხებდა არ აწუხებდა მაგრამ ღამე იყო პირველი საათი და ტაძრიდან გამოვდიოდი რაღაც მიზის გამოშვებ ტაძარში ვიყავი შესული და მამა გაბრიელი დგას კოშკთან და შემოდიოდ ჩემთან კოშკში უკვე კოშკში იყო გადასული ირიანის კოშკში ხო შევედი და ცოტა ხანი რაღაცაზე საუბრობდა და მე მეკითხა ხوار შეგცივდაო. ხო არა მეთქი არა მამა გაბრიელ და ხო კარგია რომ არ შეგცივდა წადე ხო დაისვენეო და ისე ვერც აი რაც დედა თეოდორამ თქვა რომ ვერც კი მივხვდი რომ მის ესე იგი შუა ზამთარი იყო დეკემბერი იყო ყინავდა მის სენაკში არ იყო ღუმელი. ხო ერთი მასთან ურთიერთობას დროს გავიწყდებოდა ეს მაგრამ მე რო წამოვედი რომ იგი ასე ცხოვრობდა. ხო თელ ზამთარს ატარებდა ცივ ჯერ საკათმეში ცხოვრობდა მე ამ კოშკში გაყინულ კოშკში ღუმელი არ ქონდა და ჩვენ ვერ ხვდებოდით რომ ეს იმდენად მას ასე იგი არასოდეს ერთი არ გამოუხატავს და იმდენად ყველაფერს ატარებდა ერთი წავიკითხე დაუჯდომელში გამაძღარო სიმწარითავ აი რაღაცა იმ სიმწარეს სულ ატარებდა ესე იგი აი ატეხავდა ერთ ამბავს რომ სუფი მაჭამეთო რა გახდაო ერთი სუფი და დაიწყებოდა მონასტერში სუფის ხარშვა და ჩქარა მე სუფი ღვინოც მოიტანეთო კაცო ესეც მოიტანეთო სუფრას გააშლევინებ და სტუმრები მოიყვანეთო ისევ ხუჩი და შემოიყვანდა იყო ერთი ამბავი მონასტერში რას გვიშვება მამა გაბრიელი მონასტრულ ცხოვრებას გვირევს და ესე იგი გაშლიდა სუფრას იმღერებდა იცეკვებდა და არც შეჭამდა, არც დალევდა, ჩვენ გვაჭმევდა ჩვენი უსეს და მე აბა კარგად იყავით და წავიდოდა და ესეთი სიცოცხლე შემოქონდა რაღაცა აი ეს მონოტონური ცხოვრებიდან გამოვყავდით, იმიტომ რომ მაინც სულიერი ცხოვრება როცა იწყებ, შენ გძნობ რომ ბევრი რამ გიჭირს, ვერაკეთებ და ხარ რაღაც ესეთი შეზღუდული და ეს მამა გაბრიელი ამას ყველაფერს აცოცხლებდა მართლაც და თვითონ აი მთელი ცხოვრება ფაქტიურად იყო ჯვარცმული და არასოდეს აი ამ არ გამოდიოდა ეთყობა აი ამ სიმძიმიდან და რაც თავარია აი წამი არ ქონდა რომ მას არ ეზრუნა ჩვენზე ან სტუმრად მოსულ ხალხზე ან ქუჩაში როცა გადიოდა სულ ელაპარაკებოდა ადამიანს სულ ქადაგებდა ანტიროდა ან მხიარულობდა რაღაცა სიხარულს გამოხატავდა და მართლა ისეთი სიხარული და ძალიან იშვიათად იყო განმარტოებული, იცოდა განმარტოება და იტყოდა რომ ეხლა ესე გაშლიდა ხელებს და ეხლა სული წმინდა გარდა მოვიდა და გაჩუმდებოდა უცებ და უცებ გაქრებოდა. თითქოს არ იყო და შეიცვლებოდა ეს სამო. რაღაცა ესეთი მრავალფეროვანი იყო ძალიან ესეთი ზღვა, ასე ვთქვათ, ენერგიის და დიდი სიღრმის და გაბრაზება იცოდა ძალიან კაცრად. ხანდახან ესე იგი მნუგეშინის ცემის ნიშნად ადამიანს ძალიან მოეფერებოდა, ეტყოდა შენ ხარ საქართველოს დედა მაგალითად ის მონაზონს გამოირჩევდა. ჩვეულებრივ შეიძლება ყველაზე სუსტად და დაუჩოქებდა და აბა მოდით ეხლა ამას დაყვანიეცით ყველა ეს არის საქართველოს დედა ან და ვთქვათ პირიქით ესე ჩადებდა ქვესკნაში ერთხელ განსაცდელი იყო მორიგი საქართველოს თავზე და საერთოდ აღარ წაიწევან ჭამაზე რო საუბრობთ. საერთოდ აღარ ჭამდაო. დედები თხოვდნენ თუ მე რა ცოტა მაინც მიიღე საჭმელი და ესე უთქვას რომ მე ჩემ საქართველოს საჭმელზე არ გავცვლი. ამას მე მგონი სხვა დროსაც ამბობდა, იმიტომ რომ ეს რას ნიშნავს თითქოს რა კავშირი აქვს ახლა საქართველოს სიყვარულს და ჭამას. ახლა ზოგიერთი ძალიან კარგად დანაყრებული ადამიანი თითქოს სიყვარულს გამოხატავს თავის ქვეყნის მიმართ, მაგრამ
სწორედ იგი ცდილობდა, რომ შეიძლება მე 8-ში შესულიყო, რომ ამ 8 წლის მეშვეობით უფლისაგან წყალობა მოეზიდა მე ისევ საქართველოსთვის და მამა გაბრიელზე როცა ჩვენ ვფიქრობთ, არა, მარტო ამ სასწაულებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, აი ამ 8-ზეც უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიფიქროთ აი ამ სიყვარულზეც, რაც ქონდა მაგას მოყვასისადმი და ადამიანის მიმართ და ეს ამისგან ვისწავლოთ. და კიდევ აი რა იყო ჩემთვის განსაკუთრებული და განსაკუთრებული მნიშვნელოვანი რომ არა მარტო სიცოცხლეში მე ისეთი ურთიერთობა მასთან არ მქონია რომ ხშირი როგორ თქვენ ყოველას უფრო ნაკლებად ქონდა შეხება, მაგრამ აი გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებულად ის მეხმარებოდა. იმდენად აშკარა იყო მისი დახმარება, შეწევნა და დღესაც ეს ყოველ ნაბიჯზე ეს იგრძნობა, რომ ესე გარდა იმისა, რომ გაუცდე და უფალი ადიდო და კიდევ ერთხელ მადლობა შესწირო მამა გაბრიელს, ალბათ არაფერი არ რჩება. მე მინდა გავიხსენო როგორ მამა გაბრიელი ტიროდა საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ტიროდა საკუთარ ცოდვებს. როგორი განცდა ჰქონდა მას, აი მუდმივი განცდა ჰქონდა საკუთარი რაღაცა ცოდვის. ერთხელ მახსოვს სამთავროს, ესე იგი, ფერისვალების ტაძარში შემოვიდა, რაღაც ისეთი შუადღე იყო, ცოტა ხალხი იყო ძალიან და უცებ დაეცა, ესე იგი, მუხლებზე და რამოდენიმეჯერ თავი დაარტყა იატაკს, ისე რომ ზანზარებდა იატაკი. მე ვფიქრობდი, როგორ თავი არ გაუსკრა, მაგრამ და მაპატიე ღმერთო, ცოდვილი ვარო და ესეთი მუდმივად ჰქონდა ეს განცდა, მუდმივად. მე მგონი, აი სულ მცირესაც არ პატიობდა თავის თავს, აი თქვენ რომ ბძანეთ, რომ საქართველოს როგორ გავყიდიო ამ საკვებზე, გავცლიო, ხო, საკვებზე და აი რაღაც სულ მცირეც თუ იგი დააკლებდა, ან ჩათვლიდა, რომ დააკლო რაღაც აი მოვაწეობა, აი ყველაფერს განიცდიდა და როგორ უყვარდა კიდევ მას როგორი სიბრალური და თანაგზნობა ჰქონდა უძლური ადამიანებისადმი. ნებისმიერი აი ადამიანი ქუჩაში შეხვდებოდა თუ სამთავროში მოვიდოდა გაჭირვებული ხო ნებისმიერი აი უძლურების მქონე ადამიანი როგორ ეფერებოდა განსაკუთრებით აი ძალიან უძლურ ადამიანებს ძალიან წყალობდა და ძალიან ეცოდებოდა და სულ ტიროდა. ერთხელ მახსოვს ჩვენ ვიყავით ძეგლში. მაშინ იქ იყო დამდომელთა თავშესაფარი, იქ მოხუცებიც იყვნენ და ბავშვებიც იყვნენ. და ესე იგი რომ მივედით, ესე იგი დაიღვარა ტირილად, გულში იხუტებდა ამათ, ეფერებოდა და ესე იგი მთელი ეს იქ ყოფნის განმავლობაში აი უსაზღვროდ განიცადა ეს მათი ტკივილი და ყველა სათითაოდ ეფერებოდა და ჩვენ ვაზიარებდით მაშინ და ვეკითხებოდით ეს ვაზიაროთ კი ყველა აზიარეთო და დადიოდა აი როგორც ერთ-ერთი ესე ვთქვათ აი ყველაზე გლახაკი ადამიანი და მაგრამ როგორი იყო აი მისგან სულ აი ნათელი მოდიოდა რაღაცა დიდი სისუფთავე მოდიოდა და რაღაცა აი გაწმენდილი იყო ამ მადლით. ღმერთი არის სიყვარული. ხა ყველა ვამბობთ ხო? მაგრამ მამა გაბრიელის ნათქვამს სიტყვას ისეთი ძალა ჰქონდა. ну არ ვიცი, ძალიან მოქმედებდა ყველაზე. აი რა ვიცი, აი იშვიათად რომ ადამიანი საერთოდ მამა გაბრიელის მიერ გულგრილი ყოფილიყო. და აი ხშირად ამბობდა ხოლმე რომ მე ჩემი უძლურება ცანი, მე ვიცანი ჩემი უძლურება და ამას ისეთი ტკივილით ამბობდა ხოლმე რაღაცნაირად ისეთი მიწამართლი მტვერი ვარ. ბოლო დღეებში სულ ამას ამბობდა, მიწამართლი. და კიდე იცოდა უძლურებაში ღმერთი ვიპოვე. ხო, ღმერთი ვიპოვე, კი. სხვათა შორის იქ თავის სახში რომ მიდიოდა ხოლმე იქ მოსკოვის პროსპექტზე. იქ რაღაცნაირად არსალოსობდა ხოლმე და ჩვენ იქ ხო არ ვასვენებდით. მამა გაბრიელი წავიდოდა ხოლმე მეორე დღესვე ჩავაკითხავდით და არ გვემალებოდა და გამოვიდოდა. მამა გაბრიელს არ შეეძლო უარი ეთქვა, აი რამე მართლა აი სიყვარული რამენაირად არ გამოევლინა, არ შეეძლო და მაინც ღებულობდა ხოლმე და იქ რაღაცა სხვანაირი იყო ხოლმე, იცით, ძალიან სერიოზული იყო ხოლმე, არასდროს არ სალოსობდა და ძალიან რაღაცა მართლა ისეთ ღრმა თემებზე გვესაუბრებოდა, გარეგნულადაც სხვანაირი იყო ხოლმე, გამჭირვალე რაღაცნაირი და აი რო გვესაუბრებოდა, მე მეკარგებოდა ეს დროის შეგრძნება და ვერ ხვდებოდი წამებია, ეს წუთებია, საათებია, რაღაცა საერთოდ ამოვარდნილი მქონდა ეს ის. მართლა საოცარი ძალა ჰქონდა ამ ადამიანს და აი
კიდევ ნაზე მინდოდა მეთქვა, რომ როგორ ახერხებდა აი შოკური თერაპიას მაგონებს მამა გაბრიელის ეს. აი სულ კურნალობდა, აი სულ ამაში იყო, რომ მივიდოდა ადამიანი რაღაცა ხან დააჩოქებდა, როგორც მეუფე მოყვა, ხან ამაღლებდა, ხან დაამდაბლებდა, ხან ორივეს ერთად რაღაცა. და ნუ იქ ვინც მოდიოდნენ ეს ადამიანები მაინც 100 თუ ისეა, იცოდნენ ვისთან მოდიოდნენ, მაგრამ ტაქსში რომ ჯდებოდით ხოლმე, ამ ტაქსისტმა ახლა ტაქსის ძღომა ხო არ იცოდა ვისთან აქვს საქმე და დაჯდა ვიღაცა მღვდელი და მონაზვნები და ახლა წარმოუდგენელია, რომ ნუ იქ იმისთან ხდებოდა ხოლმე. ნუ აი იქ რაღაც ისეთი რაღაც ხდებოდა რაღაცა სწავლები, მამა გაბრიელი ისეთ დღეში აგდებდა ამ ძღოლებს, მაგრამ იცით რაღაცნაირად სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად ღებულობდნენ. იყო რომ აი მართლა ადამიანი აი იგრძნობდი რომ რაღაცა შეიძრა. თქვათ ის ძღოლი რა, რაღაცა მოხდა მაშინ. იყო რომ ადამიანები რომ ძალიან ღიზიანდებოდნენ და ბრაზდებოდნენ და რაღაც, მაგრამ ეს იყო ისეთი რომ ჯდებოდი ტაქსში სულ ფიქრობდი ახლა რა გველოდება, ახლა რაღაცა ახალი საწყალმძღოლს რა ელოდება საწყალმძღოლს ხო არ იცი. როდესაც მასთან იყავი, არ ვიცი ხა სხვებს როგორ ქონდათ, მაგრამ ეს არ იყო იული მასთან ერთად ყოფნა, ჩემთვის მაგალითად. ან შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ აი მასთან ყოფნა რა უნდა და სულ ეს ბედნიერად იყავი და რაც ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცა დიდი ძაბვის ქვეშა ვარ. და ხანდახან მიჭირდა კიდევაც უკვე გაძლება და მინდოდა რომ გამოსულიყავი. ან პირიქით ვერ მივდიოდი, იმიტომ რომ ეხა აი მეშინოდა იქ მისვლა, იმიტომ რომ აი ამას ეხა გამიჭირდებოდა. ანუ რაღაცა მადლის ემოქმედება, რაღაცა დიდი ძალთა მოქმედება იყო. ხოლმე ძალიან საყვარელი, როცა სათვალეს გაიკეთებ და დაჭდებოდა გადაშლდა. გიორგი მთაწმინდელს არ დაიწყებდა კითხოს. სულ სხვანაირი ხან ესეთი იყო. ან გვასწავლიდა, ხო, ან გვასწავლიდა როგორ გაგვეწმინდა შანდლები, ეს იცოდა ძალიან კარგად გზილონკით და რაღაცა მთელი წესები ქონდა. მაშინ სულ სხვანაირი იყო. ხან ესე ძაბუაში გაგატარებდა მართლა. ზალაზე გამახსენდა ხშირად გაგონილი ესეთი რომ იესო ქრისტე გაივლის ახლა შენში როგორც დენი. ზუსტად ხდებოდა რაღაცა, რაც აი გულში პირდაპირ ესე დაყავდა და აბსოლუტურად სხვანაირი იყავი. იყავი რაღაცა განცდით, ბედნიერი, იქიდან წამოსული ბედნიერი და ვგრძნობდი, რომ მასთან ყოფნა იყო როგორც ძალიან ადვილი, ამავდროულად ძალიან რთულიც თქვენ ბრძანეთ. გახსოვთ ის მომენტი, როგორ განიცდიდა, რომ მას ვერ უგებდნენ. ის ამას ამბობდა, რომ დამწუხრებული, ძალიან დასებდიანებული, რომ ბევრი ვერ უგებდა ამას ყველაფერს. ხა ეს არ არის უჩვეულო რამ. წმინდანებს ვერ უგებდნენ ხოლმე ხშირად. და მით უმეტეს ალოსებს ხა ბევრი შემთხვევა და გვარი. ხანდახან აი ადამიანის მოქმედებას, დიდი წმინდანის მოქმედებას ვერ აღიქვამენ. ზუსტად ეს სილვან ათონელსაც ესე დაემას. სილვან ათონელი მე-20 საუკუნის მამა იყო და 1939 წელს გარდაიცვალა და რომ გარდაიცვალა ათონისთანზე მოვაწევდა. ათონისთის აზრით კი ორად გაიყო, რომ ერთნი იძახდნენ უბრალო გლეხის კაცი იყო ეს, უბრალო კაცი იყო და მეორენი იძახდნენ წმინდანი იყო და ნუ საბოლოოდ მისი კანონიზება მოხდა, მაგრამ აი ეს საკითხი არის ალბათ ძალიან საინტერესო. ეხლა რაზეც დავიწყე მე საუბარი, რომ მას შემდეგ რაც უფალთან მივიდა მამა გაბრიელი, რაც ჩვენ მოგშობდა ასე ვთქვათ ამ ქვეყნულ ცხოვრებაში ვერ აღვთებით, მაგრამ აი შემდეგ აი მის ფარველობას როგორ გძნობთ? აი მე ძალიან გძნობ. მე მეჩვენება რომ მამა გაბრიელი როგორც იყო სიცოცხლეში, ისევე არის აი სიკვდილის მერეც ისეთივე როგორ გითხრათ, აი ისეთივე უცნაურად იქცევა, აი რაღაც შეიძლება შეგძლება გაიგო. მოღვაწეობს ისევე როგორც მოღვაწეობდა რა. დიახ, აი რაღაცა აი აგრძელებს არა. შეწევნა არის რაღაცა გასაოცარებს, სწრაფშემსმენელია ხა. სანამ მოხდებოდა მისი წმინდა ნაჩხერაცხვა, ყოველ ბევრჯერ მივსულ არ საფლავზე, ხან ბანაშვილი გადამიხდია, ხან ისე მithოვია და აი ძალიან სწრაფად შესრულებულა და საუკეთესოდ აი რაც შეიძლებოდა რაც მithოვია და განსაკუთრებით წმინდა ნაჩხერაცხვის შემდეგ აი რამდენჯერაც მithოვია ხანდახან მწვენია რომ ესე იგი ხო არ არის ხო ყოველ წუთას რაღაცა შეაწუხო წმინდანი, მაგრამ ესეთი გზნობა მაქვს რომ გაძლევს უფლებას რომ თხოვო. მე საერთოდ მგონია რომ იგი აი მსოფლიო რანგის წმინდანია და მოთ არ იცნობს ჯერ ეკლესია მსოფლიო ეკლესია და
თორე ის ყველას დაეხმარება, მაგრამ ბუნებრივია რომ პირველ რიგში ეს ვინც მას ვიცნობთ და ვინც მასთან ახლოს ვართ, მათ გვეხმარება. აი, გვერობძანებ სოფლიო რანგის მოყვა. მე მგონი მან მოგცა საოცარი რეცეპტი ბოლო ჟამისთვის. აი, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ის უნიშნელოვანესი, რაც ყველგან უნდა ვიქადაგოთ ეკლესიის წევრებმა, რომ როდესაც მან თქვა, რომ ანტიქრისტეს მახეს ის აერიდება, ის დააღწევს თავს, ვისაც ექნება სიყვარული. ამიტომ ბოლო ჟამის ქრისტიანების თავარი მოაწლი უნდა იყოს სიყვარულის მოხვეჭა, რომ მოიხვეჭოს სიყვარულო და სიყვარულს მოიხვეჭს მოყვასისადმი მსახურებით. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახდა, იმიტომ რომ რა არ მოგვისმენია და რა არ გაგვიგია რა ჩვენ ბოლო ჟამზე და ანტიქრისტეს ხრიკებზე და იქ რა ინფორმაცია წაგვიკითხავს, მაგრამ სულ დგება ეს ჩემთვის დგებოდა ეს კითხვა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ცოდნა, მაგრამ იქ მეზე საქმეზე რომ მიდგება, ხوار შევწდებით, ხوار დაუშვებთ შეცდომას, ხوار მოვწყულდებით და აი მამა გაბრიელი გვეუბნება ამ საოცრებას. ერთის მხრივ თითქოს ესე გვასწავლიდა, სულ გვაიძულებდა ამას, ფაქტურად გვაიძულებდა. მე მაიძულებდა პირად. მოყვასისახურება. არ მინდოდა, მაგრამ მაიძულებდა. მოყვასისახურება. სახურებას და აი საკუთარი თავის იძულებას, თავის უარყოფას და ეს იყო მისი ესე თქვა და ეს ბრძოლა ჩვენთან სულ ამას ესე გვაჯღრევდა სულ რომ აი გამოფხიზდით თუ ხართ მოდუნებულები იმსახურეთ ღმერთზე მსახურეთ თვითონ შეიფარებდა ვიღაც გაუგება ადამიანს და მე გაიძულებდა შენ ემსახურე ერთულობდა სხვის სიმძიმეს მუდმივად ეთქო აი ეს არის დაცვა ჩვენი როგორც კი ადამიანი ცივდება, მაშინ მას ბოროტი იპყრობს რა და თვითკმაყოფილებას ვერ იტანდა სიყალბეს, თვითკმაყოფილებას ადამიანში, ფორმალობას, იმ წუთას გრძნობდა ხოლმე და იმ წუთას რაღაცას იქ ნომერს ჩაატარებდა ხოლმე. რეკავდა ზარებს, სარწმუნოების ზარებს, მუდმივად ასე სეფხიზეში ყოფილიყავით. ძალიან დიდი იმედია ჩვენთვის წმინდა გაბრიელ აღმსარებელიძე სალოსი ჩვენთვის როგორც თითოეულ ჩვენთაგანისთვის მთელი საქართველოსთვის და ალბათ ჩვენ მედრება მის ლოცვა უნდა გავაძლიეროთ რომ შეგვეციოს ის და დაგვეხმაროს იმიტომ რომ ტყუილა არ იტანჯა მთელი ცხოვრება მამა გაბრიელმა მან იტანჯა იმისთვის რომ შეწეოდა ადამიანს შეწეოდა თავის ქვეყანას და მან მოიპოვა ეს გვირგვინი ზეციური გვირგვინი და ეხლა უხვად გვაძლევს მას და საჭიროა რომ აი მათთან ახლოს ვიყოთ, ეს მადლი უხვად მივიღოთ და მათ ხელი არ ვკარათ. მართალია ჩვენი გადაცემის ბოლოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ეხლა უნდა დავიწყოთ საუბარი გაბრიელ ბერზე, იმიტომ რომ არამთუ ვერ დავნაყდით სულიერად მასზე საუბრით, არამედ პირიქით. ეხლა მოგვინდა, ეხლა გაგვიჩნდა სულიერი სიმშილი, მაგრამ რა თქმა უნდა გადაცემას თავისი საზღვრები აქვს, თავისი ფორმატი აქვს და მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა წმინდა გაბრიელ აღმსარებელს და სალოს იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენ გაგვიკეთა თითოეულ ჩვენთაგანს, ბევრ ადამიანს, რაც საქართველოსთვის გააკეთა, რასაც დღესაც აკეთებს იგი ჩვენთვის. და ჩვენს ტელემაყურებელს დავემშვიდობო, მხოლოდ შევახსენო, რომ დღეს ჩვენ საუბრობდით წმინდა გაბრიელ აღმსარებელისა სალოსის ურგებაძის შესახებ და ამისათვის ასაუბროთ ჩვენ თხოვოთ მობრძალებული ყურა სტუდიაში მიტროპოლიტი დანიელი, იღუმენია მარიამი, იღუმენია თეოდორა და ბატონი მერაბ ჯაფარიძე. კარგად ბრძანდებოდეთ მოულ შეხვედრამდე. Thank you.